რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში გათბობის ერთიანი სისტემის მონტაჟი დასრულდა. კლინიკის ადმინისტრაციამ პაციენტების გათბობით უზრუნველყოფის მრავალწლიანი პრობლემა მოაგვარა. შესრულებული სამუშაოები დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძემ დაათვალიერეს. ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ალკოჰოლური და ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზების პროგრამული მომსახურებისათვის სტაციონარული განყოფილების გახსნა. ამისათვის სამედიცინო დაწესებულებას ფართი აქვს, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა სჭირდება. ლევან გორგილაძის განცხადებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. აჭარას არ აქვს ალკოჰოლური და ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზების პროგრამული მომსახურება და გვაქვს ფართი, ასევე თანადგომას ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროსი, კადრებით შესაბამისი გვყავს და შეიძლება ამ განყოფილების გახსნა, რემონტი და ამ მომსახურების განხორციელება. ასე ვთქვათ, თანხმობა გვჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს, თორე სხვა შემთხვევაში ფინანსები გვაქვს და შეგვიძლია, თქმა უნდა, შესყიდვების კანონის შესაბამისად ტენდერის გზით გამოცხადება და გარემონტება თუ კი ფინანსური შესაძლებლობები იქნება, გაკეთდეს ერთი განყოფილება გარემონტდეს იმისათვის, რომ როგორც მოგახსენეთ, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებული პირებისათვის გაკეთდეს სტაციონარული ნაწილი, თუმცა ესეთი დაწესებულება ნარკოლოგიური ცენტრის სახით არსებობს, მაგრამ ზოგადად ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა მკურნალობა შეტანილი არის ფსიქიატრიის პროგრამაში და აქედან გამომდინარე ფსიქიატრისთვის მსგავსი პროგრამებში მონაწილეობის უფლების მიღება გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე ნარკოლოგიურისთვის.